მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სივრცე დიალოგისთვის. მე ჟურნალისტი ნინო ვაშალომიძე ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი თათიან ნიკოლაიშვილია, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ მიმდინარე პროცესებზე, რაც საქართველოში ხდება და ბოლოს ქალბატონი თათია სულ ახლახან დაბრუნდა სტრასბურგიდან, ასევე იმ ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც მას ევროპაში ჰქონდა. მოგესალმებით, ქალბატონი თათია და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. როგორც ვთქვი, პირველად საუბარს ვიწყებთ იმ ვიზიტით, რომელიც თქვენ სტრასბურგში გქონდათ, რა მოლოდინებით წამოხვედით, რა განწყობებია სტრასბურგში, ანუ რა ჩაიტანეთ, რა გქონდათ სათქმელი ევროპელი კოლეგებისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. დიახ, სტრასბურგში ვიმყოფებოდი, ამჟამად კომიტეტის სხდომაზე, სადაც ასევე ერთ-ერთი საკითხი, რა თქმა უნდა, შეეხებოდა საქართველოს და გენერალურმა მდივანმა აღნიშნა ის, რომ ამ დრომდე არ მივიღებთ მაგალითად მოწვევა სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით. მე მათ აუხსენი თუ რატომ არ ხდება მათი მოწვევა და რა რეალობა დგას დღეს საქართველოში. მათ შორის მე ფოტოები მქონდა ჩატანილი იმ ახალი 9 პოლიტპატიმრის და იმ რეალობის, რომ ფიზიკურად არჩევნები ვერ ტარდება იმ პირობებში, როდესაც ყველა ოპოზიციური, ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი და თავმჯდომარე არის ციხეში. ეხლა ყავს 50-ზე მეტი სინდისის პატიმარი, დატყვევებული ქალი ჟურნალისტი და ასევე 400-მდე დასახიჩრებული ადამიანი და აბსოლუტურად ყველა ოპოზიციონერი ლიდერის ფოტოები მქონდა. მე იქ ირაკლი ღარიბაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, არ მინდა რომ არც ერთი გამომჩეს, ზურა ჯაფარიძე, ნიკა მელია, გივით არგამაძე, აბსოლუტურად ყველა, რა თქმა უნდა, კონკრეტული მიგერცოების გარეშე და მე მათ შორის იქ ვთქვი, რომ იმის გამო რომ მე ხა აქ ვსაუბრობ თქო შეიძლება ამის გამო როცა ჩავალ მეც კი დამაკავონ თქო იმიტომ რომ იღებენ ისეთ რაღაცა კანონებს, დრაკონულ კანონებს, რომლის მიხედვითაც საერთოდ რა ვიცი, ალბათ მხოლოდ სუნთქვის უფლება გვაქვს ჯერ დატოვებული და აბსოლუტურად ყველაფრის საქმის კურსში არიან. ელენე ხოშტარია მაშინ შიმშილობდა ჯერ კიდევ როცა მე იქ ვიყავი და ესეც კი მათი მითხრეს რომ იყვნენ ინფორმირებულები არიან და რამდენად იციან თქვათ რა ხდება საქართველოში, რა განწყობით წამოხვედით იქიდან, თვითონ თავად როგორ უყურებენ ამ ყველაფერს და რას ამბობენ. მე 2 თვის წინ აქამდე ვიყავი სესიაზე და მათ შორის იქ უფრო ფართო ფორმატში დავაფიქსირე იგივე აზრი, მაშინ კიდევ არ იყო ესეთი რეალობა და მაშინაც სულ ყველანი იყვნენ საქმის კურსში და მაშინ კოცების წარმომადგენლებიც იყვნენ ჯერ კიდევ იქ და აბსოლუტურად არის კეთროვნებივით არიან, ვერავისთან ვერ კონტაქტობენ. ანუ თვითონ კონგრესის წარმომადგენლები იმდენად გათვითცნობიერებული არიან ამ ყველაფერში, რომ ანუ ჩვენი რესურსებით რასაც უხსნით, უკვე წინსწრებით აქვთ ხოლმე ინფორმაცია და კი, ანუ ჩემი გამოსვლის შემდეგ ანუ კომიტეტის ხდომებზე არ ხდება ხოლმე ტაშის დაკვრა და მსგავსი რაღაცები, მაგრამ ამ გამოსვლას მოყვა ტაში, მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის დაკრული ტაში, ეს იყო იმ ქართველ ადამიანებისთვის და იმ პატიმრობისთვის, რომ გაწირიეს ახლა თავი იმ ადამიანებისთვის დაკრული ტაში და აბსოლუტურად იზიარებენ და ჩვენს გვერდით არიან. ბრძანეთ რომ აქვთ ინფორმაცია. თვითონ როგორ უყურებენ იმას, რომ არჩევნები მოდის, არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს და ქართული ოცნების მხრიდან, ასევე არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, იგივე გახარია საქართველოსთვის, იგივე ლელო, რომელიც ემზადება და კაფეოდ გაცხადებული არ აქვს ჯერ ლელოს გადაწყვეტილება, თუმცა არის საუბრები იმაზე, რომ მიიღებენ მონაწილეობას. თქვენი პარტიის, თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით და მაშინ რა იქნება, თქვათ, იმ პერიოდში, როდესაც ქართული ოცნება მოემზადება არჩევნებისთვის, არჩევნებს ჩაატარებს, თქვენს პარტიას კონკრეტულად თქვენ რა პოზიცია გექნება და რა იქნება რეგიონებში? ჩვენი რა მოხდება? დიახ. ჩვენი პარტიის მკვეთრად გაცხადებული პოზიცია არის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ არჩევნებში, არჩევნებად წოდებულ ცირკში მონაწილეობის მიღებას და ფაქტობრივად მაშინ, როდესაც არც ერთი ოპოზიციური ლიდერი არ დატოვეს გარეთ და მაშინ, როდესაც ჩვენ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს, რომ დაასანქციონեն ეს ადამიანები, თუ დასანქცირებელი არიან, მაშინ ჩვენ ვისთან შევდივართ, ხო? მონაწილეობაში არჩევნებთან, ან იმ ადამიანებს რას ვეუბნებით ციხეში, ვინც ეხა დატყვევებული ყავთ.
ანუ მანამ სანამ ივანიშვილის ხელში არის ეს ტაბლო და ეს არაერთხელ გამოვცადეთ ჩვენ თუმცა ბოლომდე ვცდილობდით რომ რაღაცნაირად ყოფილიყავით ამ საქმეში ასე ვთქვათ, მაგრამ ყველანაირი რესურსი ამოიწურა ამ მხრივ, იმიტომ რომ ივანიშვილმა გითხრა რომ გარჩევნები გაუქმებულია ფაქტობრივად. სანამ ივანიშვილს უჭირავს ეს ტაბლო ხელში და თვითონ აკონტროლებს რა უნდა დაწეროს და რა არა, აბსოლუტურად არანაირი აზრი არ აქვს ამაში მონაწილეობას და ანუ რაღაცნაირად კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ იქნება ლელოს და გახარიას გულისხმობ გადაიფიქრონ ამ ადამიანებმა, იმიტომ რომ ღალატი არის ჩვეულებრივ ივანიშვილთან ერთად რაღაც საქმეში მონაწილეობის მიღება არის ღალატი და რუსულ საქმეში მონაწილეობის მიღება კი არა, ანუ რაღაცა აი იმ ადამიანებს რა უნდა უთხრათ, ვინც ახლა ციხეში არიან და რაღაცა ვაჭრობაში ვაპირებთ, ანუ შესვლას ივანიშვილთან. მოსახლეობის დაკვეთაა, რომ გაერთიანდეს ოპოზიცია ერთიანი ძალებით, ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით და რამდენად შეიძლება გაგრძელდეს ისევ მოლაპარაკებები იგივე გახარიასთან, იგივე ლელოსთან, იმასთან დაკავშირებით, რომ მათაც გამოუცხადონ ბოიკოტი ამ არჩევნებს და რამდენად ბოლო კითხვა ალბათ კი არა, ბოლო კითხვაა ჩემი, ანუ რეგიონებში რამდენად გააქტიურდება პოლიტიკური პარტიები და რა გეგმით იქნებით, ვთქვათ, იმ პერიოდში, როცა არჩევნებისთვის ემზადება ქართული ოცნება და წინასაარჩევნო კამპანიას ალბათ გამართავს. თქვენ რას დაუპირისპირებთ ამ შემთხვევაში? ბოლო კითხვა იქნება ფორმატიდან გამომდინარე და პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა ძალიან სოლიდარული ვარ მე მაგალითად ლელოს პარტიის თავმჯდომარეები, რომლებმაც თავი გადადეს და ეხლა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე რა ვიცი ხეში როგორ უნდა ისხდნენ, ანუ განა არ შეეძლოთ მათ ქვეყანა დაეტოვებინა და წასულიყვნენ. რა თქმა უნდა სოლიდარული ვარ მათ მიმართ, მაგრამ ასევე გახარია, რა ვიცი, მათი საამაყო მინისტრი იყო და ეხლა ისე არის გააქციის, რა ვიცი, კაცი საქართველოს საერთოდ და იმედი მაქვს, რომ კიდევ რაღაცა შეიცვლება მათი დამოკიდებულება, რაც შეეხება ამ პროცესებს ხალხთა ერთობასთან დაკავშირებით, რაც თქვენ მკითხეთ, ნაციონალური მოძრაობის პოზიცია საპარლამენტო არჩევნები როცა იყო, ერთ-ერთი პირველი და ბოლომდე ამ ფორმატში ვიყავით ჩვენ, რომ ნებისმიერი ერთობისთვის, ნებისმიერი დათმობების ფარგლებშიც, მათ შორის მზად ვიყავით, რომ ერთობა ყოფილიყო და ახლაც ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი აზრი. ეხლა რაც შეეხება პრეზიდენტის პლატფორმასთან თქვენი თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რახან რეგიონის ტელევიზია ვარ და მოსახლეობას ადგილზე აინტერესებს, რამდენად აქტიური იქნება პოლიტიკური პარტიები, ოპოზიციური, ამ კუთხითაც გითხარით ინფორმაცია, რა გეგმებით ხართ თქვენ? მიცისინე როგორ არის, ანუ ყველანაირად პოლიტიკური პროცესი და საერთოდ პოლიტიკური ცხოვრება ივანიშვილმა გააუქმა პარლამენტი, ეხლა მალე საკრებულოსაც გააუქმებს, ასე რომ ჩვენც ნებისმიერი პოლიტიკოსები, ვინც ვართ, ეხლა ვართ რიგითი ადამიანები და პაატა ბურჭულაძეს ინიციატივა ალბათ იცით ამის შესახებ, ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ძალიან ხშირად გადაადგილება მასთან ერთად და ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან ადამიანებს, დადიან რეგიონებში, დადიან თბილისის რაიონებში და პაატა ბურჭულაძის იდეა არის, რომ 4 ოქტომბერს ამ რაღაცა სპექტაკლი არჩევნები რო დაარქვა ივანიშვილმა ამის პარალელურად შეიკრიბოს ის ადამიანები, ვინც ბოიკოტს უცხადებს ამ რეჟიმს, ვინც ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე და ეს ეროვნული მოძრაობა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს 4 ოქტომბერს და იქ მე რა იქნება და როგორ იქნება ეს უკვე დროის ფაქტორის საკითხია. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თათია სტუმრობისთვის, გადაცემაში მობრძანებისთვის და საუბრისთვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი თათია ნიკოლაიშვილი. მადლობა.